თბილისის მთავრობა დამტკიცებულია მერის მოადგილებმა, სამსახურების უფროსებმა და გამგებლებმა ახლად არჩეული საკრებულოსგან მხარდაჭერა მიიღეს ოპოზიციამ ხმა წინააღმდეგ მისსა. დედაქალაქის მთავრობაში მხოლოდ რამდენიმე ახალი სახეა. მესამე ვადით არჩეულმა მერმა დეპუტატებს 4 წლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის და არაერთი კვლევითი სამუშაოს ჩატარების შემდეგ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. პრიორიტეტად დასახელდა ავარიული სახლებისა და ლიფტების ჩანაცვლება, ჯანდაცვის პროგრამების გაფართოება, ტრამვაისა და საბაგიროს ხაზების გაყვანა, ავტობუსების პარკის გაზრდა. გეგმაშია 3 გამზირის რეაბილიტაციაც, ასევე დაისვა მწვავე კითხვები ოპონენტებისგან. ოპოზიცია კრწანისის რაიონში დაანონსებული მსხვილი არაბული ინვესტიციით მოსალოდნელ საფრთხეებზე მიუთითებს. თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობას ნდობა გამოუცხადა. წარმომადგენლობით ორგანოში კენჭისყრა დღეს გაიმართა. კენჭისყრამდე კი თბილისის მერის საკრებულოში მოხსენებით გამოვიდა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რის განხორციელებასაც მერია მომდევნო 4 წლის განმავლობაში გეგმავს. ტრამვაის ხაზის პროექტი, მეტროს ვაგონების განახლება, ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების ჩანაცვლება, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა. ეს იყო საკითხების მცირე ჩამონათვალი, რაზეც ყურადღება გამახვილდა. გამოცხადებულია ტენდერი დიდი დიღმისა და დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის, აუცილებელი საპროექტო სახარშთაღრიცხო დოკუმენტაციის შედგენისა და სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების წარმოებაზე. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ დეკემბრის ბოლოს უკვე გვეყოლება გამარჯვებული კომპანია, რომელიც უშუალოდ დაიწყებს სამუშაოების შესრულებას. როგორც წინასაარჩევნოდ დავაანონსეთ, მომდევნო 5 წლის განმავლობაში თბილისის მეტროს დაემატება 111 ახალი თანამედროვე სტანდარტის ვაგონი, რაც გულისხმობს 25 მატარებელს. მათ შორის 14 ერთეული იქნება 4 ვაგონიანი და 11 ერთეული იქნება 5 ვაგონიანი. გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა ლიფტების ჩანაცვლების პროექტზე. მე ვერჯერ ვისაუბრე აღნიშნულ დაკავშირებით და კიდევ ერთხელ პირდებით დედაქალაქის მოსახლეობას, რომ 4 წლის განმავლობაში მთლიანად შეიცვლება ქალაქში არსებული ავარიული ლიფტები. არ დარჩება არც ერთი საცხოვრებელი კორპუსი, სადაც იქნება გაუმართავი ავარიული ლიფტი. მომდევნო წლებში დაგეგმილია 3800-ზე აღსაზრდელზე გათვლილი 10 საბავშვო ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი და მის მაგივრად ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა. ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის, მათი ჯანმრთელობისთვის და კეთილდღეობისთვის. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩება ოჯახები, ადამიანები, ვისაც ჭირდება ჩვენი თანადგომა, ჩვენი ხელშეწყობა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გაგრძელდება აღნიშნული პროგრამები, რომ ყველა იმ ოჯახს და იმ ადამიანს დავეხმაროთ, ვინც დღეს ამას საჭიროებს და ამის აუცილებლობა აქვს. მოხსენებით გამოსვლის შემდეგ კი საკრებულოს ხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატების მხრიდან შეკითხვები ძირითადად იმ პროექტებთან დაკავშირებით დაისვა, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს. შეკითხვა შეეხებოდა იმ საინვესტიციო პროექტსაც, რომელიც არაბული ინვესტიციით დედაქალაქთან ახლოს უნდა განხორციელდეს. პროექტი, რომელსაც მერია მრავალი წელია ატარებს, ისწავლე და დასაქმდი, რომელიც თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გარკვეული მნიშვნელოვანი კურსების გავლის შემდეგ კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმდნენ და მიიღონ პროფესიული გამოცდილება. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ეძებს სამსახურს, თუმცა მეორეს მხრივ არის ბიზნესი, რომელსაც უნდა მხოლოდ კვალიფიციური, ძლიერი, პროფესიონალი კადრები. შესაბამისად, ჩვენ წარმოვადგენთ, არ ვიცი როგორ თქვა, შეიძლება შუამავალ რგოლს, რომელიც ვეხმარებით ადამიანებს პროფესიონალიზმის ამაღლებაში, მოვახდინოთ მათი გადამზადება სხვადასხვა სპეციალობებით, სხვადასხვა მიმართულებებით და ეს არის ის კონკრეტული სპეციალობები, რაზეც აქვს ბიზნეს სექტორს მოთხოვნა. ვარკეთილის მეტრო ამ 4 წელიწადში საბოლოოდ დამთავრდება. დღეს უკვე ყველა კვლევა გაკეთებული არის და ის საჭირო სამუშაოები ამისთვის დროებით დაკეტილიც იყო მეტრომ, გზავრებს ვერ იღებდა, აგვისტოს ბოლოს გაიხსნა და ახალი წლისთვის სამუშაოები მთლიანად დამთავრებული იქნება აღნიშნული მიმართულებით. კრწანისის ტყეპარკში იგეგმება საცხოვრებელი კომპლექსების აშენება, რომელთა დიდი ნაწილი უნდა გაიყიდოს უცხოელ მყიდველებზე. ხაზგასმით ვიმეორებ უცხოელ მყიდველებზე. ჩემი აზრით ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან დიდ საშიშროებას შეუქმნის ჩვენი ქვეყნის
უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას და რაც მნიშვნელოვანია, დემოგრაფიულ ბალანსს. თვითონ ინვესტიციას რაც შეეხება დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია თბილისთან ახლოს განხორციელდება. პროექტს რაც შეეხება უშუალოდ შინაარსობრივად ამასთან დაკავშირებით ძალიან მალე იქნება პრეზენტაცია. დასამალი აქ არაფერი არ არის. ამ მასშტაბის პირდაპირ უცხოური ინვესტიცია მე არ მახსოვს ქვეყანაში როდის განხორციელებული. არასდროს. და რა თქმა უნდა საამაყოა, იმითაც რომ რა თქმა უნდა დაეხმარება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, ხელშეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქალაქთან ახლოს გაჩნდება სწორად განხორციელებული პროექტი. თბილისის საკრებულომ დღეს ნდობა თბილისის რაიონების გამგებლებს და საქალაქო სამსახურის უფროსებს გამოუცხადა. არც ერთი მიმართულებით რადიკალური ცვლილება არ განხორციელებულა და მათი უმრავლესობა წლებია ამ თანამდებობას იკავებს. შესწავლილი გვაქვს ქალაქში არსებული პრობლემები, აქამდე არსებული საკითხებიც, რიგი საკითხები უკვე მოგვარებულია, თუმცა გვაქვს სხვადასხვა ტიპის გამოწვევები დედაქალაქში, ეს იქნება ინფრასტრუქტურის, ეს იქნება სხვადასხვა პროგრამების მიმართულებითაც და ძალიან აქტიურად დავიწყებთ მუშაობას, შემდეგი 4 წელი კიდევ უფრო წარმატებული და შედეგიანი იქნება ჩვენი ქალაქისათვის. მადლობა ნდობისთვის თბილისის საკრებულოს, ასევე მადლობა ჩვენ ამომრჩეველს, ჩვენ განსაზღვრული და პრიორიტეტები, თუ რა მიმართულებით უნდა გაგრძელდეს ჩვენი სამუშაო და ეს იქნება სწრაფი ტემპი, რაც შეიძლება მეტი მოსახლეობის ჩართულობა, რომ ერთობლივად ჩვენ გადავწყვიტოთ ის გამოწვევები, რაც ჩვენ ქალაქში არის. თბილისის მერვე მოწვევის საკრებულო მომდევნო თვიდან უკვე დედაქალაქის ბიუჯეტზე დაიწყებს მსჯელობას. თბილისის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს წარმომადგენლობით ორგანოს თბილისის მერია გადაუგზავნის.